გავამზადე სპანახი, ამას კვერცხით გავამზადებ, ამასაც ფხალს გავაკეთებ. მე ვხმარობ ერბოს სუფთა კარაქიდან გამზადებული. თუ სწორკვებაზე ვართ, მაშინ რას ვამატებთ? წყალს. ზეთს არ ვამატებთ. წყლით უნდა გავამზადოთ. თვითონ თავი ცხიმი რაც აქვს, გვეყოფა, არ გვინდა ზედმეტი ცხიმი. მაწონში ვამატებ ნიორს. ეს თავისი ცხიმია, რაც ხორცში იყო. ეგ გვეყოფა. წყალი უკვე თითქმის აღარ არის, ძალიან არ გჭირდება რომ დავბრაწოთ, ასე უკვე ნორმალურია. უნდა გავთიშოთ. ეს არის ჩემი დღევანდელი თეფში. თუ გრძნობთ რომ ეს ცოტაა თქვენთვის, ერთი კატლეტიც შეგიძლიათ დაამატოთ. ამაში ცილაც არის, ნახშირწყლებიც არის და ცხიმიც არის, ყველაფერი რაც გჭირდება ჩვენ ორგანიზმს.